თავისუფლება უკანონო პატიმარს ამ წუთებში ტრანსპარანტებით გორის რაიონ სასამართლოსთან რამაზ ქოქოშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქციას მართავენ. მათ იმედი აქვთ, რომ სასამართლო პროცესიდან, რომელიც ცოტა ხანში უნდა დაიწყოს, რამაზ ქოქოშვილს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. ქოქოშვილი 59 დღეა შიმშილობს, ის ამ ფორმით იმ ბრალდებას აპროტესტებს, რომელიც მას აქვს წაყენებული. 28 წლის ახალგაზრდა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არის დაკავებული. გაითვალისწინებს თუ არა მოსამართლე ბრალდებულის მხარდამჭერების მოთხოვნას, ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი. სასამართლოში ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება, დეტალები ნახეთ მომდევნო გამოშვებაში. მოვითხოთ, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და კიდევ ჩვენი მოთხოვნა არის პროკურატურის მიმართაც და სულ ყველას მიმართ, ვისაც ესევალება. ჩვენი მტკიცებულებები ყველაფერი მიიღონ, იქიდან გამომდინარე, ვინ ჩართული საჭიროთო დაგვიანებულია თუ არ არის დაგვიანებული, ყველანაირი მტკიცებულება მიიღონ, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდეს. შეკრების უმთავრესი ფუნდამენტური მოთხოვნა არის ის, რომ გათავისუფლდეს რამაზ ქოქოშვილი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრდა პოლიციური რეჟიმი, რომელთა მიზანიც იყო, რომ ადამიანები გაენადგურებინათ ფსიქოლოგიურად, ადამიანებისთვის არ მიეცათ განვითარების საშუალება.